დღევანდელი ღონისძიება ეძღვნებოდა Lion Finance ჯგუფის, რომელიც არის საქართველოს ბანკის, საქართველოში და ამერია ბანკის სომხეთში დედა კომპანია, დალისტული ლონდონის საფონდო ბირჟაზე მდგრადობის რეპორტის პრეზენტაცია 25 წლისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, ჩვენი ინვესტორები, კლიენტები, მარეგულირებელი, ყველავისთვისაც მდგრადობის აჯენდა საინტერესოა. დღევანდელ რეალობაში და როგორც ეს რეპორტიდანაც და დღევანდელი კონფერენციიდანაც გამოჩნდა, მდგრადობა აღარ არის უბრალოდ კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტების აჯენდა, არამედ არის აუცილებელი მექანიზმი იმისათვის, რომ ნებისმიერი ბიზნესი უფრო ურისკოდ განვითარდეს მომავალში. საქართველოს ბანკისა და ამერია ბანკისათვის მდგრადობა ეფუძნება პირველ რიგში პასუხისმგებლიან და აბსოლუტურად ტრანსპარენტულ და გამჭვირვალე კორპორაციულ მართვას, რომელიც ჩვენთვის ჩვენი დნმ-ის ნაწილია. რაც შეეხება გარემოს დაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობას, გარემოს დაცვითი კუთხით კომპანიებისათვის ორივესთვის ძირითადი ფოკუსი გახლავთ მწვანე დაფინანსება. საქართველოში ჩვენ ძალიან მოწინავეები ვართ ამ ბაზარზე, 78% გვიკავია მარეგულირებლის მიერ დადასტურებული მწვანე პორტფელის ქვეყანაში. ციფრულ ტრანსფორმაციას რაც შეეხება, ორივე ბანკის მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მეტი მომხმარებლისთვის გავხადოთ სრულად ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისები. სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ორივე ქვეყანაში განათლების შესაძლებლობების შექმნა და ამაყები ვართ, რომ 300,000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გვაქვს შექმნილი სტიპენდიები თუ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტებით, როგორც არის მაგალითად იდეათეკები, შევუქმნით მათ განათლების მიღების მეტი შესაძლებლობა. ბედნიერი ვარ დღევანდელი კონფერენციის მსგავსი ინტერესით ამ კონფერენციისადმი და წარმატებულობით და მჯერა, რომ ჩვენი კლიენტებისთვისაც უფრო და უფრო საინტერესო გახდება რისკების იმგვარი მართვა, რომელიც გულისხმობს მათ გრძელ ვადაში მდგრადობას. მდგრადობის რეპორტი რამდენიმე მთავარ მიმართულებას მოიცავს. ეს არის მდგრადი დაფინანსება, სადაც საუბრობთ ჩვენს მდგრად პორტფელზე და მწვანე დაფინანსების შესაძლებლობებზე ბიზნესებისთვის. ასევე საუბრობთ ფინანსურ ინკლუზიურობაზე და ფინანსების ხელმისაწვდომობაზე საზოგადოებისთვის და ჩვენი თანამშრომლებისა და საზოგადოების გაძლიერებაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე. რაც შეეხება თავად ღონისძიებას, ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ღონისძიებაზე სწორად ყავდნენ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის წარმომადგენლები მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, როგორებიც არიან EIB, EBRD, IFC და სხვადასხვა უდიდესი ფინანსური ორგანიზაციები, ასევე სწორად ყავდა JP Morgan-ის წარმომადგენელი და ექსპერტები აღნიშნული მიმართულებით. მდგრადი განვითარების ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის რეალურად აჩვენებს, როგორ გადააქვს ბანკს თავისი ამბიციები კონკრეტულ ქმედებებში და როგორ იღებს პასუხისმგებლობას. ეს ნიშნავს, რომ ანგარიში საჯაროდ ქვეყნდება, რათა დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეაფასონ, როგორ მუშაობს ბანკი და მიაწოდონ უკავშირი. საქართველოს ბანკი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ მათთან მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობთ და წარმოადგენენ მნიშვნელოვან პარტნიორს ჩვენი სტრატეგიის განხორციელებისათვის. ძალიან სასიხარულოა, რომ ESG ბანკის სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. დღევანდელი ღონისძიებაც განსაკუთრებულია, რადგან მდგრადობა ნიშური თემიდან თანდათან გადადის მთავარ მიმართულებად. ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა აღნიშნოთ საქართველოს ბანკის მიერ გასული წლის განმავლობაში შესრულებული მნიშვნელოვანი სამუშაო. ბანკმა ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გააკეთა. ეს მათთვის სტრატეგიული პრიორიტეტია. გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და ახლა უკვე ხდება ამ ქმედებების ანგარიშგება. ჩემთვის დიდი პატივია ყოფნა ასეთ მნიშვნელოვან დღეს. ჩემთვის სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა. ასეთი ტიპის კონფერენციები მნიშვნელოვანია, რადგან აერთიანებს დარგის წამყვან ექსპერტებს მდგრად ფინანსების საკითხებზე სასაუბროდ. აზიის განვითარების ბანკის პერსპექტივიდან ჩვენ ვცდილობთ, რომ მდგრადი ფინანსები ჩავაშენოთ ჩვენს ძირითად მანდატში. ამ მიმართულებით გვაქვს KPI, ჩვენი დაფინანსების 55% მიმართული იქნება კლიმატის მიმართულებით ქმედებებზე. ასევე ვცდილობთ უზრუნველყოთ, რომ ჩვენ დაფინანსებას ჰქონდეს მკაფიო და გაზომვადი შედეგები.
საქართველოს ბანკი არის ძალიან ძლიერი პარტნიორი, რომელიც გვეხმარება ამ გავლენის გაზრდაში და საქართველოში კერძო ინვესტორების მოზიდვაში.